თქვენის ნებართვით რამდენიმე თემა უნდა გავაერთიანო და რამდენიმე თემაზე უნდა ვისაუბრო მნიშვნელოვან თემებზე. ამიტომ მე გთხოვთ, რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, საკმაოდ ძელი გამომივა მაღალი ალბათობით. იცით თქვენ, რომ საქართველოს საპატრიარქოს გიბოდიშებს და ბანდამ, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა საერო ხელისუფლების, უფრო ზუსტი რომ ვიყო, ძალაუფლების კვერთხის მფლობელი, ძალაუფლების კვერთხის მფლობელი ბანდისა, ანუ ქართული ოცნებისა. იცით თქვენ, რომ ღვთელმსახურება აუგზავნა ასეთ პატიოსან კაცს ილია თოლორაიას. პატრიარქს მოაწერინეს ხელი მეთქი, ხმამაღალი ნათქვამი იქნება ეს ფაქსიმილე გამოიყენეს პატრიარქისა დაუძლურებული პატრიარქისა, რომელიც ჩემი მოსაზრებით არცაა საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით რა ხდება ილია თოლორაიასა და ბოტკოველს, ილია თოლორაიასა და ჯაღმაიძეს, ილია თოლორაიასა და მოსაყდრე შიოს, არქიმანდრიტ ილია თოლორაიასა და ამ ბანდას შორის. აგრეთვე ცხადია არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილსა და ამ საპატრიარქო ბანდას შორის. კვლავ ვიმეორებ, რომ გამოყენებულია ფაქსიმილე. ამ ფაქსიმილეს, ანუ ერთგვარ ბეჭედს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აკონტროლებდა ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნის წინ ქალბატონი შორენა, პატრიარქის მდივანი, მაგრამ როგორც ჩანს, არა მხოლოდ შორენა აკონტროლებს, ან შორენა მათთან ერთად არის, ამ ბანდასთან ერთად, არამედ აკონტროლებს მაგალითად მიქაელ ბოტკოველი, რომელმაც დაასვა ეს ბეჭედი და ამ ფურცელზე კი წერია, რომ ღვთელმსახურება უნდა აეკრძალოს ილია თოლორაიას. რატომ უნდა აეკრძალოს? იმიტომ რომ შედგა ეს რაღაც შეხვედრა, რომელსაც შიოს ჯგუფმა რატომღაც დაარქვა კომისია, კომისიის სხდომა არ ყოფილა, ზნეობის კომისიის სხდომა არ ყოფილა. აქ იყო დაბარებული ილია თოლორაია, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ითხოვდა შეხვედრას თავის სულიერ შვილთან ერთად შესვლას საპატრიარქოში. დოროთე ყურაშვილი არ შეუშვეს და იქ უკვე მოხდა გარკვეული ინციდენტი, მოიხადე ბოდიშიო, მოინანიეო, იმის გამო მოინანიეო, რომ მეო შიო ეუბნება თურმე ილიას, შიო მუთხრა თურმე მეო ბანდიტი მიწოდეო, ბანდიტი კი არა, უკაცრავად ეგზარხოსი მიწოდეო, ბანდიტი როა, ამას მე ვამბობ, ბოდიში, ეგზარხოსი მიწოდეო. ვინ არიან ეგზარხოსები? ისინი სასულიერო პირები არიან. რატომ იყო თუ რატომ არის შეურაცხყოფელი შიო მუჯირისთვის ეგზარხოსობა? გასაგებია პრინციპში სასულიერო პირები კი არიან, მაგრამ ისინი ეგზარხოსები მე-19 საუკუნეში საქართველოს სამსახურში სულაც არ ყოფილან. უკლებლივ ყველა ეგზარხოსი საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ იბრძოდა ქართული ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების სახელმწიფოს, რა თქონდა მაშინ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. შენო ეგზარხოსი ხარო, ძიმებრალდება ეს თუ გულახდილები ვიქნებით ილია თოლორაიასი შიო მუჯირის მიმართ, დოროთე ყურაშვილისა, შიო მუჯირის და ყველას მიმართ, ვინც ეგზარხოსობს ახლა საქართველოს საპატრიარქოში. ეს იწყინა შიო მუჯირმა, მომიხადებოდი შიო, მოინანიეო, გულწრფელად მოინანიეო, არა გულწრფელად, არამედ გულწრფელად, თუ რას ნიშნავს ეს გულწრფელი მონანიება, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში ხა ეს არ ყვიოს ამ შიომ და მოითხოვოს ეგრეთ წოდებული გულწრფელი სინანული მაშინ, როდესაც ის ძლიერია და არანაირ ბოდიშს არც მიიღებს თეორიულად, რომც მოეხადა ილია თოლორაიას ეს ბოდიში, რომ ეთქვა, რომ მომიტევეთო, ხო, ეს არაგულწრფელი ბოდიშიაო, ამას ეტყოდა პასუხად შიო მუჯირი. ეგზარხოსები საქართველოს ეკლესიის ამომგდებებიც იყვნენ და ქართული საზოგადოებისაც, ქართული სახელმწიფოსიც რამდენიმე ინციდენტი გვახსენდება ჩვენ, იცით თქვენ ეგზარხოსებისა და ქართველი პატრიოტებისა მე-19 საუკუნეში. აღარ ჩაუღმავდები ეხლა ამ თემას. შიომ კი იწყინა, მაგრამ რას იზამ? ზუსტად პარალელურად არა, ოდნავ შემდგომ ერთ-ორ დღეში შიომ დაიწყო განცხადეს, შიომ გაავრცელებინა მის მომხრეებს და საპატრიარქოშიც არიან, ცხადია რაღაცა
პირები, რომლებმაც კარგად იციან დამონტაჟება, რომლებმაც აქვს რაღაც გარკვეული წვდომა არქივებთან და ასე შემდეგ, გაავრცელებინა ამ პირებს, ანუ საკუთარ მომხრეებს, ტროლ ფაბრიკებს მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ერთ წუთს დავანებოთ ამას თავი, ამ კუთხით არ განვიხილოთ. მოკლედ, პირებს გაავრცელებინა რამდენად ანტირუსეთული იყო ის წლების წინ და წლების განმავლობაში. როგორ უთქვამს თურმე და უთქვამს ვაღიარებ. რომ ნახე ვიდეო, მით უმეტეს დავწმუნდი ამაში, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ რუსეთი გვებრძვის, რომ რუსეთი დამნაშავეა ჩვენთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ დასჭირდა შიო მუჯირს ამის გავრცელება? რატომ დასჭირდა საქართველოს საპატრიარქოს მტკიცება იმისა, რომ შიო მუჯირი ეგზარხოსი კი არა, საქართველოს ეკლესიის მსახურია, ქართული სახელმწიფოს მსახურია. იმიტომ რომ დაემტკიცებინა, რომ ის კვლავაც სამსახურშია ქართული სახელმწიფოსი და აგეთ ძველი არქივიდან ვიდეოები ამოქეკეს და მიამონტაჟეს და ვირუსულად გაავრცელეს. მე კი ვეტყვი მას და სხვებსაც, რომ რას ვამბობდით ჩვენ წარსულში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია. მაგრამ დღეს და ახლა რას ვაკეთებთ, ეს გაცილებით მნიშვნელოვანია. როდესაც დღეს და ამაზე ამახვილებს სწორედ ილია თოლორაიაც და არქიმანდრიტი დოროთეს ყურადღებას, როდესაც შენ წარსულში თუნდაც აკრიტიკებდი, აგინებდი, ეწინააღმდეგებოდი რუსეთს, ეს უნდა ჩავუთვალოთ მას პლუსად, მაგრამ დღეს და ახლა რას აკეთებ? აი ასე მაგალითად, რუსეთის მსახურ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან როგორ ურთიერთობაში ხარ? აკრიტიკებ თუ არა მას იმის გამო, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ გადაუხვია დასავლური კურსისაგან, რომ ჩაეხუტა და ეხუტება რუსეთს, რომ არღვევს ადამიანის უფლებებს, რომ სწირავს ქართულ სახელმწიფოს რუსეთის რუსებისა და რუსეთის პარპაშისათვის საქართველოში. ამასთან დაკავშირებით რას ამბობს დღეს მოცემულ ეტაპზე, არა გუშინ წინ და იმის წინ, არამედ დღეს და ახლა შიო მუჯირი, რომელიც რაღაცა არაფერს არ ამბობს და რაღაცა არ ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების გამოისობით, რაღაცა არ ეწინააღმდეგება შესაბამისად ფიქრი იმის თაობაზე, რომ ისინი გადაფსკვნილნი არიან, საპატრიარქო შიო მუჯირის ჯგუფი ყოველ შემთხვევაში გადაფსკვნილია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, ფიქრი ამის თაობაზე საკმაოდ რელევანტური. ჩვენ მოგვეწონა ცალკეული მღვდელმთავრების მოსაზრებანი იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასე მაგალითად მეუფე იობისა და მე ცოტა კრიტიკული ვიქნები თქვენის ნებართვით, ასე მაგალითად მეუფე იობისა, რომელმაც თქვა, რომ ბანდიტები თუ ავაზაკები არიან, ვინც ქართულ სახელმწიფოს არ ემსახურებაო, მომიტევეთ მეუფეო, მაგრამ ეს გუშინ სათქმელი კი არ იყო, ეს იყო სათქმელი 1 კვირის წინ, 10 დღის წინ, 2 თვის წინ, 1 წლის წინ, 12 წლის, 13 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება, ან ხელისუფლებად წოდებული ბანდა დღენია და გავაზაკთა ჯგუფი იყო, როდესაც არღვევდა უფლებებს ადამიანის, ასე მაგალითად 2019 წლის ივნისში, როდესაც აყალბებდა არჩევნებზე, როდესაც მოქალაქე მას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას სულ ფეხებზე ეკიდა და თქვენი დღევანდელი ახმამაღლება მიყვარს ეს სიტყვა ხო ცოტა ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ თქვენი პარტნიორები საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაში ცოტა შევიწროებულები არიან და აქედან გამომდინარე ლაპარაკობთ ასე, თორე ისინი შევიწროებულები რომ არ იყვნენ, ღარიბაშვილს გულისხმობდა მაღალი ალბათობით ლილუაშვილსაც, ვინც ის იქნება დღესაც კი გაჩუმებულები ყოფილიყავით. მაგრამ მე უფე იობზე არაფერი მაქვს სათქმელი, კვლავ მე უფე შიოს, მოსაყდრეს შიოს, რომელიც ბევრს გონია, რომ ნახევარნაბიჯზე მეტით არის დაწინაურებული იმ დროისათვის, როცა იქნება რომ, ანუ როდესაც დადგება დღის წესრიგში ახალი პატრიარქის გამორჩევის საკითხი, ბევრს გონია და მცდარად გონია ეს ყველაფერი, მე უფე შიოზე ვლაპარაკობ და კვლავ ვიტყვი ორ სიტყვას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობდა ჯეელობაში მე უფე შიო მუჯირი, მეგობარი ლევან ვასაძისა და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ესეთი პირდაპირი რუსული ხაზის, ხო, ალფეევის ხაზის, რუსეთის საპატრიარქოს
ერთ-ერთი ყოფილი თუ დღევანდელი მაღალჩინოსნის ალფეევის ხაზის წარმომადგენელი, სხვა შორის ეს ალფეევი ამ ცოტა ხნის წინ ჩავარდა, გაგიკვირდებათ და ანუ ის ალფეევი, რომელმაც პატრიარქ ილია მეორეს მოსაყდრეთ დაანიშნინა, მეთქი ასე უნდა ვთქვა 2017 წელს შიო მუჯირი, ეს ალფეევი, რომელიც ბოლო პერიოდში უნგრეთში მსახურობდა, ჩავარდა, აქ მრავალ წერტილი უნდა დავსვა და გაგიკვირდებათ და პედოფილიაზე და ჩემთვის ეს გასაკვირი ცხადი არ არის, რუსეთის საპატრიარქო მეტად ვიდრე ქართული საპატრიარქო გამოკეტენილია მწვალებლებით ერთია და მეორე აი ამგვარი უკეთური საქმეებით, ამბებით, დაკავებული პირებით და ესეც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ყოველგვარი ურთიერთობა საქართველოს საპატრიარქოს გაეწყვიტა, მათ შორის ბარძიმში მოხსენიებას კი უნდა შეეწყვიტა ამ მწვალებელთა ორგანიზაციასთან, ანუ რუსეთის საპატრიარქოსთან, ანუ კირილ გუნძიაევის ბანდასთან, რომელიც ქრისტეს მსახური სულაც არ არის, რასაკვირველი არ არის და არც ქრისტეს სიტყვის გამავრცელებელია, პირიქით ომისა და კვლის სიტყვის გამავრცელებელია დღეს რუსეთში, უჭერს რა მხარს ომის მთავარ ლიდერს, ხო, ომის მთავარ წარმოებელ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს. კარგით, გავანებოთ თავი ახლა იმას, რას საკეთებს საპატრიარქო კი არა, რუსეთის კირილ გუნძიაევის საპატრიარქო, ისევ შიო მუჯირს მიუბრუნდეთ, რატომ არ იღებთ ხმას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შემოდის ჩვენს ქვეყანაში. შარშან წინ, ან 10 წლის წინ, ან 18 წლის წინ რას ამბობდით, ეს აღარ არის საინტერესო. მე რომ ხმა არ ამოვიღო რუსეთზე ყოველდღიურად არ ვილაპარაკო, მე და პირში წყალჭაგუბებული ვიყო, ხო, ჩემი დღევანდელი განცხადება რუსეთი არის ოკუპანტის აზიზღარი ქვეყანა, ბოროტი იმპერია, სიკვდილის იმპერია და ბოროტების იმპერია, ეს ყველას დაავიწყდება, მე კი ამოვქეკავ პირობითად 7 წლის თავზე ჩემს ოდინდელ ნათქვამს, ასე მაგალითად დღევანდელ ნათქვამს, რომ რუსეთი ბოროტების იმპერია, მაგრამ 7 წლის თავზე ეს არც არავის უნდა ახსოვდეს, 7 წლის შემდეგ რა ვიტყვი მე რუსეთის იმპერიაზე, ეს არის მნიშვნელოვანი. კარგი. ეხლა მე კი გითხარით, რომ ეს მრავალ თემას შეეხება მეთქი, ეს ჩემი დღევანდელი ვიდეობლოგი და მინდა ვკითხო საქართველოს საპატრიარქოს, არა მხოლოდ შიო მუჯირს, არამედ საქართველოს საპატრიარქოს მეტწილად სულ ესე ვიტყვი, სულ გაყიდულ, ან სულ ხელისუფლებასთან ჩახუტებულ მეტწილად პირებს რუსეთზე რომ არაფერს ლაპარაკობთ ერთმორწმუნე სახელმწიფოზე, ეს გასაგებია, მაგრამ რატომ არაფერს ლაპარაკობთ იმაზე, რაც ხდება ამ ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. არის ესეთი პატიოსანი კაცი, ეკონომისტი, ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია, რომელმაც რამდენიმე წერილი გამოაქვს, სტატუსი გამოაქვეყნა, ხშირად საჯაროდაც ლაპარაკობს, ანუ ტელეეთერებიდანაც ამ და მაგვარ თემებზე, რომელმაც ახლა დღეს გამოაქვეყნა ვრცელი სტატუსი, მე ამ სტატუსს არ ჩაგიკითხავთ, ვრცელია მეთქი აკითხარით, მაგრამ აი ესე პასაჟებს კი მივაქცევ ყურადღებას. მოკლედ ესეთი იწყება, კიდევ ერთხელ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებებიო, 4 შაბათიდან იგეგმება ხელმოწერების შეგროვება რუსთაველზე ამ არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, აი ეს რასთან დაკავშირებით შეგროვდება ეს ხელმოწერები, რომ მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლის მის უწმინდესობა ილია მეორეს, ხო, გაეგზავნება ეს წერილი ხელმოწერებით. ასლი წმინდა სინოდის წევრებს, მათ შორის შიო მუჯირს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოს. და მე უკვე იწყება წერილი და აი ეს წერილი არის უსაინტერესო ესი, მე აკითხავთ, რამდენიმე პასაჟზე შევჩერდები და გავამახვილებ ყურადღებას. მოკლედ კობახიძემ განაცხადა, რომ ეს პროექტი ითვალისწინებს 6.5 მილიარდი ამერიკული შეერთებული შტატების დოლარის პირდაპირ ინვესტიციას თბილისში, კრწანისში 600 ჰექტარზე გაშენდება ახალი მწვანე ქალაქი, 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე 250 ჰექტარზე იქნება პრემიუმ კლასის კურორტი. თითქოს არც არაფერია, მაგრამ ბოდიში მე შიოს მოსაყდე შიოს და მთლიანად საპატრიარქოს მიმართავ. იცით თუ არა თქვენ,
მე ამინდა თავად ქსენოფობიურად გამომივიდეს, მაგრამ აი თქვენთვის რომ ესოდენ მნიშვნელოვანი იყო, ყოველ შემთხვევაში და ასე პოზიციონირებდით, რამდენი ბოდიშებს ცხადია ყველას და არც მინდა რომ ჩემგან იყოს ქსენოფობია რა, ქსენოფობიური პასაჟები გაჟღერებული, მაგრამ აი თქვენთვის ხო მნიშვნელოვანია, რამდენი მუსლიმი მოქალაქე ჩამოვა და დასახლდება საქართველოში კი ურბანისტებმა და არა მხოლოდ უნდა იკითხონ რამდენი ქაქი პირდაპირ მნიშვნელობით ქაქი, კაკაშკა მეთქი ასე ვიტყვი, იქნება ამ კომპლექსებში და სათწავა ეკოლოგებმა უნდა იკითხონ, ურბანისტებმა უნდა იკითხონ, რა ვიცი, პროექტის ავტორებმა უნდა იკითხონ და ასე შემდეგ. ეს ცალკე თემაა და მათი მისამართით თემა დასასველი კითხვებია, მაგრამ აი თქვენთვის ხო მნიშვნელოვანია. მე ხომ ხვდება ხოლმე ხო, მათ შორის მოქალაქეებსაც მიმართავ, მე მხვდებიან თითქოს მე რამ შუაში ვიყო, წაიღეს ტვინი ინდოელებმა, წაიღეს ტვინი პაკისტანელებმა. მე მეუბნები რომ არ წაიღეს მეთქი გულახდილად გეტყვით. მე მგონია რომ საქართველო ასეთი ქვეყანა უნდა იყოს ტოლერანტული, საბოლოო ჯამში რასაშავებენ ეს ინდოელები, სწავლობენ სამედიცინო უნივერსიტეტში, მე მგონი ვეღარც ისწავლიან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ სწავლობენ რაღაცა და თუ მაინც და მაინც ტვინს რა მომიღებენ ხოლმე, გამოდით ხალხო და გააპროტესტეთ მეთქი, უკვე აღარავინ აღარ გამოდის, ისევ და ისევ ქართულ ოცნებას აძლევენ ხმას ყოველ შემდეგ არჩევნებზე. ახლა საპატრიარქოს მისამართით კიდევ ერთხელ იმ საპატრიარქოს მისამართით, რომელიც ადამიანის უფლებებზე ხმას არიღებს, რომელიც რუსეთის ესოდენ სერიოზულ ექსპანსიაზე ხმას არიღებს, რომლის ერთ-ერთ მაღალ იერარქიას წყინს, რომ მას ეგზარხოს უწოდებენ. სამართლიანად წყინს მეთქი რა კარგი სახელია ეხლა, ხო ცხადია შეურაცხყოფელია, მაგრამ ეგზარხოსობა შეიძლება შეფასებით ნაწილია, მართლა ეგზარხოსი ხო არის, ის არის მეუფეა და ეს ერთი და მეორე, ხო პოლიტიკური, მოდი ესე ფართო გაგებით პოლიტიკური შეფასებაა და მეც გეუბნებით რომ თუ არიღებთ ხმას საქართველოს დასაცავად რუსების წინააღმდეგ, რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ ეგზარხოსობა გამოდის. ექს რუსების წინააღმდეგ კი არა. აი თქვენთვის მნიშვნელოვანი რო არის, რომ აი არ დასახლდეს მუსლიმი მოსახლეობა, რომელიც შეგჭამს, ამასთან დაკავშირებითაც კი დუმხართ ამდენად, იმიტომ რომ გადაფსკვნილი ხართ საქართველოს ხელისუფლებასთან და არავინ არ თქვას, რომ ჩუმად კულისებში უმტკიცებთ ბიზინა ივანიშვილს თუ ბიზინა ივანიშვილის ბანდას, რომ ამგვარი ინვესტიციის განხორციელება არ შეიძლება. ბიზინა ივანიშვილის ბანდა თქვენ ესეც რომ იყოს, თქვენ ჭკუას რასაკვირველი არ დაგეკითხებათ და შესაბამისად თქვენი საჯარო დუმილი არის დანაშაული ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში ქართველი ხალხის წინაშე. მე 18 წუთი იწურება, მე კი პრაქტიკულად არ ჩამიკითხავს ნიკოლოზ შურღაიას სტატუსის ძირითადი ნაწილები. ეს დაახლოებით საქართველოს 7 თვის ბიუჯეტის ტოლიაო, ამის მიწერას აპირებს საზოგადოება და ნიკოლოზ შურღაია ავტორი ამ წერილისა პატრიარქისათვის, აჭარბებს საქართველოს უმდიდრესი ადამიანის, ანუ ივანიშვილის გაცხადებულ სიმდიდრეს და 1000 ჯერ მეტია, 1000 ჯერ აღემატება ყოფილი უმაღლესი ჩინოსთვის ღარიბაშვილი იგულისხმება სახლიდან ახლახან ამოღებული თანხის. ამ ტერიტორიის ფართობი, რომელიც ახლო წარსულში საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნოდა, ჩემთვის სიახლეა. თქვენ გეკუთვნოდათ საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნოდა თურმე, ესე იგი არ მგასავთ სიახლე არ არის, ხა რატომღაც მეგონა რომ გონიო იგულისხმებოდა. კრწანისი თქვენ გეკუთვნოდათ, კრწანისი, აი ეს უზარმაზარი ფართობი, რომელზეც უნდა გაშენდეს ეს არაბული დასახლება, ანუ ქალაქში ეკუთვნოდა საპატრიარქოს. უფრო მეტია ვიდრე თბილისის რამდენიმე უბანი, მთაწმინდა, ვერა, ვაკეკუს ტბა ერთად. პროექტის შესახებ არსებული მცირეოდენობის ინფორმაცია მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეუსაბამობებს წარმოაჩენს. გარდა იმისასაც წავა ქაქი პირდაპირ მნიშვნელობით კაკაშკა თუ მაინც და მაინც ასეთი სიტყვებით უნდა ვილაპარაკოთ, ხო ეს ერთი ნაწილია და ცხადია მნიშვნელოვანი. ეკონომიკურ შეუსაბამობებსაც წარმოაჩენს. ამ მონაცემების პროექტი ან წამგებიანად არის ჩაფიქრებული, ანუ ფულის გათეთრების ერთ-ერთი გზა არის, ან რეალური ჩანაფიქრი განსხვავდება გაჟღერებულისაგან. საერთოდ არ წარმოჩენილა ინფორმაცია რისკებზე, საზოგადოებაზე და გარემოზე შესაძლო მავნე ზემოქმედებაზე. ჩემი სახლიდან, ჩემ ზურგს უკან ერთ-ერთი კომპანია, თუ გნებავთ დავასახელებთ, თუ გნებავთ არა, Sky Residence, რომელიც ამ ფართობის მფლობელი თავის დროზე ბიზინა ივანიშვილის ძმა იყო, რომელმაც მინიმალურ თანხად მიჰყიდა ამ კომპანიას, გადასცა ამ კომპანიას,
ხო, აშენებს სახლს, ეს ბავშვის სახლს გაჩვენებს, თლათ ესეც არა ბავშვის სათამაშო სახლს, ესეც სახლს არა. უკეთეს ცხადია, მაღალს 12 წელს აშენებდა, მოდი მაინც ესე ვიტყვი, მაგრამ მასაც არ ქონდა კვლევები ჩატარებული, რომ იცოდეთ ჩვენ მეზობლებმა, რამდენი ოჯახია 130 თუ 138, 140, ავტეხეთ ჩხუბი და როგორღაც მივახციეთ ეს კორპუსი ჩემს, სადაც ეხლა ვარ, დაიძრა. ეს კორპუსი დაზიანდა, ამ კორპუსს გადახრა აქ-იქით მე 18 და აქეთ 33 სანტიმეტრი. ამ მშენებლობის გაბო, იმიტომ რომ გარემოზე ზემოქმედების კვლევა მას ჩატარებული არ ქონდა. სამწუხაროდ ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობთ, რომ ოლიგარქები ან მინი ოლიგარქიული ჯგუფები ხო ფეხებზე იკიდებენ სხვადასხვა ან რა გინდა რა კვლევებს და აქაც როგორც ჩანს არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული. ან რეალურად ჩაფრანგა საერთოდ არ წარმოჩენილა ინფორმაცია რისკებზე, აი რა რისკებს მატარებელია ეს პროექტი ამბობს ნიკოლოზ შურღაია და ცხადია მეც მოვაწერ მას ხელს. მავნეზე მოქმედებას დამაფიქრებელი რომ სახელმწიფო წარმომადგენელთა მიერ ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდა საზოგადოებასთან კონსულტაციის. საზოგადოებასთან კონსულტაცია იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩემთან ჟურნალისტთან კონსულტაცია უნდა გაიაროს ეკონომიკის სამინისტრომ თუ მარიამ კრივიშვილმა ცხადია არა, მაგრამ დარგობრივი სპეციალისტები არიან, რომლებმაც უნდა იცოდნენ რასთან არის დაკავშირებული ეს ეკოლოგები, ეკონომისტები, ურბანისტები და ასე შემდეგ და არქიტექტორები, ბევრი მიმართულების, გეოლოგები რასაკვირველია, ბევრი მიმართულების სპეციალისტი უნდა შემოვიდეს ამ პროცესში, მაგრამ ირაკლი კობახიძეს და რასაკვირველია ბიზნევანიშვილს ხომ ფეხებზე კიდე 6.5 მილიარდი დოლარი გაიგო, მას საოცრად სჭირდება ფული, ვინც ის იქნება ფული და იქნება კომბინაცია ამ ფულის, ამ ინვესტიციის ეგიდით განსახორციელებელი და აკი ამიტომაც რა ვიცი გადადგეს ქვეყანა, ოღონდ აქ კიდე სხვა პრობლემებიც არის, რომ იცოდეთ, გაუგებარია რა მიზეზით არ მოხდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, რაც არ უნდა კომერციული სახაო. რას თავარია დახურეს ინფორმაცია, საიდუმლო გახადეს ინფორმაცია, გასაჯაროება არ მოხდა კი, მაგრამ თუ სახლები შენდება, პატარები, დიდები, კარგები, ცუდები, იმაზე უკეთესები, იმაზე უარესები, რა არის აქ კომერციული საიდუმლო, რატო უნდა იყოს ინვესტორმა მოითხოვა, კარგადაც არ მესმის. არ ჩანს როგორ არის გათვალისწინებული, მე გამომივიდა რომ თელს სტატუსს კითხულობ. დაზღვეული ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის საქართველოში სასოფლო სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა. ეს ხელისუფლება იქადნებოდა, ეს ოხერიდატი არის, რომ სასოფლო სამეურნეო მიწასო ჩვენო არ გავყიდით უცხოელებს, როგორ შეიძლება სადღაც რო ყიდულობს რომელიმე უცხოელი 450 ან 780 კვადრატულ მეტრს, ეს ხო ქართული მიწების გაყიდვაო და აქ კიდე წარმოუდგენელი რაოდენობის სწორედ სასოფლო სამეურნეო მიწას ყიდისაც არასწორი სიტყვა აძლევს, ესე ვიტყვი, თუმცა იმ მიწას თავისი ღირებულება აქვს, ბატონ რომან გოცინიძეს დავესესხები, მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის არის ორივე მიწა ერთად და ესე იგი ჩვენ შევდივართ, ოღონდ თუ ჩავარდეს ეს პროექტი, ეგ რა მაგის პასუხია, ეს მიწა ვისია თავისი ზედამაგრებული შენობებით, ცუდებით, კარგებით თუ იმაზე უკეთესებით, ან არ ჩავარდეს, მაგრამ რა მოიღოს საკუთარი თავი, რაღაცა ეკონომიკური, რაღაცა ბიზნეს პრობლემები შეექმნას და ასე შემდეგ. უყურე რა ხდება კიდე რამ ამ ტერიტორიების ფარგლებში ხდება მდინარე მტკვრის ჭალები, ბუნებრივი ძვირფასი ძეგლები, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა საფლავები. ფეხებზე კიდია ირაკლი კობახიძეს ეს უკანასკნელი დრო, თავად საბჭოთა კაცია, რასაკვირველია, მაგრამ საპატრიარქო ადრესატი არის რა და ცხადია პირველ ყოვლისა პატრიარქი, მაგრამ აგრეთვე მოსაყდრე შიო, მეუფე შიო, მე მინდა გკითხოთ, ეს თქვენთვის მეორე ხარისხოვანია, ვერ იღებთ ამ ილარიონ ალფეევის, რომელიც პედოფილი აღმოჩნდა, რომელიც თქვენი ზურგს უკან იყო, ხო, მის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებთ, პუტინის წინააღმდეგაც ვერ იღებთ, უკრაინაში რომ ასეთ სისასტიკეებს ჩადის რუსეთი, ამასთან დაკავშირებით ვერ იღებთ ხმას და ტომოს უკრაინის ავტოკეფალიის თაობაზე დოკუმენტს კითხულობთ, მე 7 თუ 6 წელიწადია, ეს კითხვა ცხადია არის, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მაინც როგორ ვერ იღებთ ხმას, როგორ არ უნდა ამოიღოთ ხმა არა კულისებში, არამედ ხმა მაღლა. ნახეთ როგორ გამოსწორდება თქვენი რეპუტაცია ანდრია ჯაღმაიძეს მიმართავან, ცხადია პირველ ყოფლისა სინოდის წევრებს, როგორ გამოსწორდება თქვენი რეპუტაცია, როგორც კი თქვენ ხმა მაღალნი იქნებით, თუნდაც რუსეთზე ხონდა იყოთ, მაგრამ თუნდაც ამ ინვესტიციის
წინააღმდეგ გაილაშქრებთ თუ არ დამეკარგოს ხო ბოდის ვიხდი და გასაჯრო არ ჩანს არანაირი მნიშვნელოვანი ფაქტორი მათ შესაძლოა სამეურნეო მტკვრის ჭალები აქ არის ეგრამაგის პასუხი აქ არ ვიცი უწერია თუ არა ნიკოლოზ შურღაიას მაგრამ ეს ფართობი მთლიანად ეს სივრცე მთლიანად გონიო მთლიანად აჭარის რეგიონი არის ფრინველების გადაფრენის ესეთი ჰაბი ესე ვიტყვი ალბათ სწორი ტერმინია ალბათ არასწორი ტერმინია უფრო ზუსტი რომ იყო და სპეციალისტები ჩამისწორებენ და მადლობელი ვიქნები და ასე შემდეგ ანუ ეს ერთ-ერთი სერიოზული ის სივრცეა სადაც ფრინველები მიფრინავენ და მოფრინავენ ძალიან მარტივად ხსნი მაყურებლისათვის რომ გასაგები იყოს და მარშრუტებია ეს ანუ გუშინ და გუშინ წინ 70-იან წლებში კი არ ჩამოყალიბდა ან 80-იან წლებში ხო ეს ესეთი გენეტიკური ამბავი აქვს ამ ფრინველებს და სად არის აპატიეთ რა უნდა ქნან ამ ფრინველებმა როდესაც ესეთი ამბავი იქნება იქ არ ვიცი წერს თუ არა ნიკოლოზ შურღაია ამასთან დაკავშირებით არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ხო მე უკვე ნიკოლოზ შურღაია იხსენებს ნამახვან ხესის ამბავს მე ვიყავი ნამახვან ხესის აშენების მომხრე ულახtildeლად გეტყვით იქ იცით რომ სუსმაც აგორა დიდი კამპანია ნამახვანის წინააღმდეგ რატო იმიტომ რომ ფული გამოერთმია NK-სათვის და ლევი ფული ეგრეთ წოდებული და აქეთ-იქით მიეტანა ინფორმაცია თითქოს აკონტროლებდა მაგრამ სუსისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს მარცხენა შემოსავლები ეს კომპანია NK თურქული კომპანია რომლის წინააღმდეგაც ჰქონდათ არგუმენტები განაარა ეკოლოგებს ასაკვირველია მე კი აქ იკითხავით მომხრე ვიყავი მეთქი მაგრამ მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ დისკუსიაში ყველაფერი შეიძლება გამოვადნო ხო პროექტიც გამოვადნო და ეკოლოგიაც არ დააზიანო და ეკოლოგია და სხვა პრობლემები არ შექმნა ეკოლოგიური და სხვა პრობლემები ხო მოკლედ ნამახვა ეს NK გააგდო ყარიბაშვილის მთავრობამ გააგდო გაეთრიეთ ახლა აქედანო უთხრა და ჩვენ წავაგეთ ძალიან დიდი ფული NK-სთან მეტი ეს არის მილიარდ დოლარზე მეტი 400 მილიონი დოლარი წავაგეთ ზუსტად შესაბამისად მილიარდ დოლარზე მეტი მილიარდ 100 მილიონი დაახლოებით იმიტომ რომ ღარიბაშვილი ლილუაშვილი იქ ვიღაც ინტერესები ვიღაცას მეტი ფული უნდა ვიღაცა უგორებს კამპანიას ვიღაცა აგორებინებს კამპანიას ვიღაცა მართავს გოლეთიანს ვიღაცა არ მართავს გოლეთიანს ვარლამი რო იყო ის ახალგაზრდა აქვია რიონის მცველი სად არის რიონის მცველი მოცემულ ეტაპზე თუ რიონზე პრობლემები აღარ არის მაპატიეთ ხო და ასე შემდეგ ამისთვის ის ნიკოლოზ შურღაია ამისთვის ის გასამართლებად 10 მილიონი კვადრატული მეტრის მოცულობის მშენებლობა უფრო შეესაბამება კომერციულ პარამეტრებს ვიდრე გაცხადებული 1 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობა ასეთი მოცულობის მშენებლობა დაახლოებით უყურეთ ნახეთ დღესაც შემხვდეთ ჩემი ნაცნობი რა აი ბავშვი წავიყვანე და ისე რა ყველაფერზე იღებთო თქვენ ხმასო და არ იღებთ ხმასო არაბულ ინვესტიციაზე მოთხარ დალოცულო გამოდით მაშინ და თქვენთვის ხო უფრო მნიშვნელოვანია მე რას მიყურებთ თქვენ ჩემზე მეტად შეგიძლიათ ადამიანებს მოქალაქეებს თქვენს მათ შორის მაყურებელს გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი მიიღოთ ამ ქვეყნის ბედში გვერდის გადაწყვეტაში მონაწილეობა ამ ახალგაზრდა კაცს გვარს და სახელს არ გაგიხმებთ ხო ამ მნიშვნელობა აქ რა ქვია ხო უთხარი რომ გამოდით მეთქი მაშინ თქვენს მეთქი და ლაშას და ხო რაღაც ნუ თქვა რომ ასაკვირველია გამოვალთო და ასე შემდეგ ეხლა რატო არის გამოსასვლელი კიდე სულ ლაპარაკი 100,000 ბინაზე არაბეთიდან მოსახლეობა ხო 100,000 ბინაზე 100,000 ბინა ჯამში კრწანისა და გონიოში 60% მე ბიანგარიშოთ ეს რამდენი გამოდის მოსახლეობით არაბული ოჯახების სამსულიანები არ არის იცით ხო თქვენ ეს საბოლოო ჯამში ანუ ლაპარაკი არის 4 სულიან ოჯახზე 5 სულიან ოჯახზე თუ 60% გაიყიდება სწორედ არაბეთის ანუ ცხოეთის მოქალაქეებს და მეწილად ცხადი არაბეთის მოქალაქეები იგულისხმება შესაბამისად გაიყიდება 60,000 ბინა 5 სულიან ოჯახზე რომ ვილაპარაკოთ ეს არის 300,000 ანუ 6-ჯერ 5 მე კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო კაკაშკა სად მიდის მაპატიეთ ამ ნატურალურად წარმოდგენისთვის მაგრამ ეს კაკაშკა შავ ზღვაში ჩავა თუ სად მიდის ამიხსენით კვარში თუ ჭოროხში თუ სად მიდის აი კარგად არ მესმის ხო რომ რაღაცაში ხო მიდის ეს ისა და ეკოლოგებს ცალკე პრობლემები ექმნებათ ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ გარემოზე ზემოქმედების კვლევაც არ არის ჩატარებული და კობახიძემ და ივანიშვილმა დააბრეხვეს რომ ოღონდაც კი რაღაცა ფული იშოვონ თავადაც ალბათ აბა
რა. ხო, ძირითადად უცხოელებზე გასაყიდად არის გამიზნული. 40,000 ბინა ქართველებზე როგორ უნდა გაიყიდოს? იცით თუ არა, რომ მაღალი ალბათობით ბინის ღირებული კვადრატული მეტრის ღირებულება იქნება დაახლოებით $4,000, $3,000. $3,000-ად თბილისის ცენტრში ხო საუკეთესო კვადრატულ მეტრს, საუკეთესო ბინას იყიდი. ისედაც ძვირია ჩემი აზრით ეს, ისედაც მეტია. და გავანებოთ რომ თბილისის ცენტრს თავი, ხო, ესპანეთში, ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ესპანეთში იყიდი საუკეთესო სახლსა თუ ბინას თუ სახლსაც, კერძო სახლსაც $3,000 კვადრატულ მეტრს. ის არაბიც რატო ჩამოდის საქართველოში, რომელიც არასტაბილურია, ეგ რა მაგის პასუხია. ხო, რატო ყიდულობს იმ 60,000 ბინას და ასე შემდეგ. 270,000 უცხოელი ისედაც ცხოვრობს, ჩამოსახლდა საქართველოშიო, ამბობს ნიკოლოზ შურღაია და კვლავ დაემატება ამას შესაბამისად მინიმუმ აქ ნიკოლოზ შურღაია წეს 400-500,000, მაგრამ 300,000 ავიღოთ. ანუ გამოდის რომ დედაქალაქის კი არა, ქვეყნის მოსახლეობის 1/5 არის არაბეთიდან და ეს წარმოუდგენელი რაოდენობა კარგად მინდა ვიყო გაგებული, ხო? იმიტომ რომ ამას ბევრი რამ მოჰყვება, მათ შორის სწავლა განათლება არაბულ ენაზე და ასე შემდეგ. დესაქართველოიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მეთქე ოღონდ მე თავად არ მინდა რომ ეს ქსენოფობიურად გამომივიდეს, ხო? არც ერთი ინვესტიცია ასეთი გაუთვლელი, არც ერთი ქვეყნიდან ამერიკული რომ იყოს და მოხვებოდეს 9,000,000 ამერიკელი, ესეც კი სათუო იქნება, ესეც კი საეჭვო იქნება და ესეც კი გასაკრიტიკებელი იქნება მიუხედავად იმისა, რომ ცხადია მე პირადად უფრო მივესალმები ამერიკულ ინვესტიციას, ვიდრე არაბულს არ მიწყედენ არაბები. ამასობაში, ამაზე სამახვილებს ყურადღებას ნიკოლოზ შურღაია, რომ ესენი კი ჩამოდიან, ანუ მიგრაცია ხდება, ჩამოდიან, ну არ ვიცი რა, ამ შემთხვევაში ჯამში გამოვა უკვე პრაქტიკულად 9,000,000-ზე მეტი, 600,000 ჩამოსული ხო, რომლებსაც უზრავი ქონება აქვთ აქ და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, იმიტომ რომ ოდესაც უზრავ ქონებას იძენ შესაბამისად შენ გაძლევენ ამხელა და ამხელა ინვესტიციას ახორციელებ, გაძლევენ მოქალაქეობას, ანუ ამორჩეველიც ხდება მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ორმაგი მოქალაქე და ამორჩეველი პარემი ვიტყვი, ხო? მაგრამ ამასობაში ეს ჩვენი ემიგრაციის თვალსაზრისით არის რთული. ბოლო პერიოდში ემიგრაციაში წასულია 316,000 მოქალაქე და ეს რიცხვი მზარდია. მithumet ეს მზარდი იქნება ევროპაში შეღწევის მსურველთა რაოდენობა მაშინ და იმის გათვალისწინებით, როდესაც ევროპა იმ შემთხვევაში თუ ევროპა ჩაკეტავს საზღვარს და იტყვის რომ აღარ გიშვებთო და აი ვისაც გასწრება შეიძლება, ან ვიც ვიზას აიღებს და მერე შეღწევას მოინდომებს, ხო შეაღწევს და აღარც დაბრუნდება, იმიტომ რომ ამ ქვეყანას პერსპექტივას არა აქვს ბიზინა ივანიშვილის ხელში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უკვე ამ იგლ ჰილსთან დაკავშირებით ბევრ რამეზე საუბრობს ნიკოლოზ შურღაია. ხო და ეს არის აკიგითხარით წერილი, რომელსაც და უკვე დანართებია, რომლებშიც ასევე რამდენიმე საინტერესო ასპექტია ხაზგასმული, ხო? და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ბატონ ნიკოლოზი ალბათ და მისი მეგობრები ამ წერილს გამოიტანენ რუსთაველის გამზირზე, არ ვიცი რა რაოდენობის აქ წერია ალბათ, მაგრამ ახლა აღარ მიმიქცევია ყურადღება. რამდენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ, რა ბიზნეს გეგმა, მომგებიანობის მოლოდინი და ფინანსების გეგმა, კაპიტალიზაციის ხების მოზიდვა აქვს კი ამ კომპანიას დაგეგმილი, როგორი ინიშნება და ვინ არის საქართველოს წარმომადგენელი ამ კომპანიის მართვა გამგეობაში. მე ხუთეხარისხოვანიაო ვიღაცა იტყვის ეს კითხვებიო, მაგრამ არ არის თლად მე ხუთეხარისხოვანი. ქაქი სად მიდის, კაკაშკა, ეს საინტერესო კითხვაა. ეს მეოთხე ხარისხოვანი კითხვაა. ალბათ სადღაც მიდის, მაგრამ თავარი არის ის, რომ აქვს თუ არა საქართველოს რესურსი მიიღოს $6,500,000 ინვესტიცია ისე, რომ ეს რისკები, რომლებიც მათ შორის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, ხო? ეს რისკები გადაზღვეული იყოს და არა აქვს მეთქი ამის თქმა მინდა. ოღონდ ალბათ ირაკ მდაბლიაშვილი და ნიკოლოზ შურღაია ყველაფერს არ ეყოფა, რასაკვირველია. მეუფეშიო პირში წყალჩაგუბებულო სასულიერო საპატრიარქოს იერარქო ადამიანო, რომელიც რუსებმა პირველ ყოვლისა და ილარიონ ალფეუმმა რასაკვირველია პედოფილი რო აღმოჩნდა იმან,
ვკრივოთ არ ვიტყვი. ნინდად გავჩუმდე, მოდის რაღაცეებში ჩარჩოებში დავრჩეთ. ილარიონ ალფეუმაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით შეუწყო ხელი თქვენს მოსატყმ მოსაყდრეობას, თქვენ მოსაყდრე ხართ მოცემულებზე. არანაირ უპირატესობას ეს არ გაძლევთ, მაგრამ მაინც რაღაცა საზოგადოების ნაწილს ხომ ხგონია. რატომ დუმხართ, ეუფეო? თქვენ ყოვლად უსამღდელო ესობავ? რატომ დუმხართ რუსეთზე, რუსეთის ექსპანსიაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგი დუმხართ რუსეთის ექსპანსიაზე, მაგრამ ამაზე თქვენ ხომ ესეთი პატრიოტები ხართ, თქვენ ხომ საშინლად ეწინააღმდეგებოდით მუსლიმთა ჩამოსახლებას. თქვენ ხო გულში ჯიხს იცემდით თქვენ და მთელი საპატრიარქო და რატომ დუმხართ? იმიტომ ხო რა ლაგდებით ბიძინა ივანიშვილის კანტორასთან. მისი გეშინია ცხოთა შორის რომ ემანდ ბიძინა ივანიშვილმა თქვენი ჩაზირვა არ დაიწყოს და თუ არ დაიწყებს, თუ გაჩუმდებით უკაცრავად, იქნება და როცა ეს დაგიფასდეთ კიდეც. პატრიარქობა იქნება და გინდათ, იქნება კი არა, ნამდვილად გინდათ. საინტერესო ალგორითმი კი არა, საინტერესო მრავალ უცნობიანი განტოლებაა, ხო? ქაქი საწავა, ქაქი. მთლიანად საქართველოში არსებული ქაქი. ტყვარს უნდა გავატანოთ, მეთქი ასე ვიტყვი. რა საკვირველია. ნახვამდის.